მე მგონია red convertible თუ გინდა წაიკითხეთ რა მე მომეწონა სხვათა შორის რა ბოლოს რა მოხდება არ ვიტყვი იმიტომ რომ ტეხავს ეგრე მე მუღამი დაგეკარგებათ რა გადავიდეთ შემდეგზე რა და შემდეგი უმაგრესი წიგნი არის რა ჰერმან ჰესე სითარტა მენა უმაგრესად მიყვარს ეს დაჟე ისე მაგრად მიყვარს რომ რაღაცები ხო ის იყო რა ფსიქიატრიულში ხო ვიყავი და რაღაცა მოხდა რაღაცები რა და ხო და короче мама ჩემს უთხარი რომ თუ გინდა რომ გამიგო მეთქი და რაღაცა ჰერმან ჰესე ზითარტა წაიკითხე მეთქი და მე მასეთი ადამიანი ვარ მეთქი მასეთი რაღაცები მე ვასწავლე მეთქი ცხოვრებაში რა ხო წაიკითხა სხვათა შორის მაგრად გამისწორდა რა ისე რამდენი ხანი კითხულობდა ამ ხელა წიგს რავი რა მაგრამ მაინც წაიკითხა გამისწორდა მაგრად რა და ეს წიგნი როგორ ჩამივარდა ხელში ესეც აღარ მახსოვს მაგრამ როდის წავიკითხე და როდის ვკითხულობდი ის მახსოვს კიდე კარვების ასაშენებლად ვიყავი ოღონდ ფოთში წასული და ეგ დრო მახსენდება აი მაგრესად რა ძალიან მაგრად ვიყავი ერთი კვირა ვიყავი თუ რაღაცა მანდ და ფული საერთოდ არ მქონდა რა ეს ზითარტა მქონდა წაღებული ერთხელ ფრისპინები დამირიცხეს თუ რაღაცა და 25 ლარზე ავედი და მე წავაგე რა და ფული საერთოდ არ მქონია მაგ პერიოდში და ზითარტას ვკითხულობდი იქ კარვებს ვაშენებდით რაღაცა და საღამოს სვავდით ხოლმე და უმაგრესი პერიოდი იყო რა ხო და რა წერია ეხა ამ ზითარტაში რა საერთოდ ჰერმან ჰესე მაგრად მიყვარს მაგრამ ერთი მომენტი არ მიყვარს მაგაცის ცხოვრებიდან თუ ტრამალის მგელიდან მე მაგაზე აუცილებლად ვილაპარაკებ რა ხო და იმასაც გეტყვით, მაგრამ ისე ძალიან მაგრად მიყვარს რა, მაგარია. ხო და ამ ზითარტაში არის აღწერილი, ახატია კიდევაც რა, მგონი რა, ზუსტად თუ არ ვწდები, ამ ზითარტა გოტამას, ანუ ბუდას ცხოვრება რა. ოღონდ მე აღწერია კიდევაც, რომ თამაშობდაო და ალკოჰოლიო და რაღაცაო ცოტა სხვანაირად არის რა დაწერილი რა აღარც მახსოვს წესიერად მაგრამ ამ წიგში რეებიც არის დაწერილი რავი აი ამ წიგნიდან რა შთაბეჭდილება დამრჩა იცი ყველაზე მაგარი რა მახსენდება და რაზე ვფიქრობ ხოლმე რომ ადამიანმა ცხოვრება და რაღაცა დასკვნა ცხოვრებაზე შეიძლება ან მოთამაშემაც გამოიტანოს, короче. სექსი ვისაც უყვარს მაგრად და მთელი ცხოვრება მეძავი ვინც არიან რაღაცა და მაგანაც გამოიტანოს, короче, რა ბოლოს იმენა ჩვეულები მოვიდეს და განამეძავებს რამე ვაკნინებ ან რაღაცა არათო. პირიქით. მოთამაში რაღაცა და ანუ ყველანაირ გზას რა ნებისმიერი ადამიანი რო გაივლის ანუ ყველა გზა, короче, ბოლოს მაინც იმენა მივა რა, ანუ ბოლოს სიმშვიდეში ან რაღაცაში მივა რა და აზრს გამოიტანს რა ცხოვრებიდან რა, ხო და ერთი აი ეს ხაზგასმული არის და წავიკითხავ აბა რა წერია რა ზუსტად არ მახსოვს რა. ატმანის მოძებნა საცხოვრობდა იგი, სადაც ცემდა მისი საუკუნო გული სად თუ არა საკუთარ მეში, სულის სიღრმეში, დაუნგრეველში. რომელსაც ყოველი კაცი საკუთარ თავში ატარებდა. მაგრამ სად იყო ეს მე, ეს სულის სიღრმე, ეს საბოლოო, ეს არც ხორცი იყო და არც ძვალი, არც აზროვნება და არც ცნობიერება, როგორც ამას სიბრძნეები ასწავლიდნენ. სად იყო იგი, იქამდე მისაღწევად მესთან, ჩემთან, აქ, ატმანთან, არსებობდა კი სხვა გზა, რომლის მოძებნაც ღირდა? მოკლედ ამის აზრს ეხლა ვეღარ ვხვდები, აღარ მახსოვს რა, მაგრამ შეიძლება მე ვინც წაიკითხავთ და რაღაცა მე გაგხსენდებათ ეს ფრაზა კიდევაც რა ხო და უმაგრესი აი მეორე ადგილი რა ადამიანთა უმეტესობა კამალა მომწყდარი ფოთოლივითა რომელსაც ჰაერი აფრიალებს მიწაზე აქანავებს და მიათრევს სხვები კი ცოტანი ვარსკვლავებივით არიან რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ გზაზე მიექანებიან ვერც ერთი ქარი ვერ აღწევს იქამდე საკუთარ თავში აქვთ მათ თავიანთი კანონი და თავიანთი გზა. აი უმაგრესი ფილოსოფიური წიგნი არის. ფილოსოფია წურევია
ცხოვრების ყველა ასპექტი ურევია მე მგონი რა, რაც შეიძლება რომ ცხოვრებაში ადამიანმა გაიაროს რა. ძალიან მიყვარს რა ეს სითარტა, ბუდაც მაგრად მიყვარს, ბუდას პიროვნება რა, ბუდას ცხოვრება რა. ეს წიგნიც მაგრად მიყვარს და ჰერმან ჰესეც მაგრად მიყვარს რა. მე ჰერმან ჰესე როგორ გავიცანე, სად გავიცანე, მაგასაც მოვყვები რა. და ვისგან გავიცანე რა. ეს გადავიდა შემდეგზე რა. და შემდეგი გვაქვს Irving Stone-ის წყურვილი სიცოცხლისა რა. ეხლა მოგიყვებით ამ წიგნზე რა. ესეც მოგებული ფულით არის ნაყიდი რა. ხოლო ჯერ იმას მოვყვები რომ საიდან გავიგე რა. ესე იგი სასწავლებელში ვიყავი რა. ხო და რომელი ლექცია იყო, აღარ მახსოვს, დასვენება იყო რა და კარჩე ძირითადად გოგოები არიან რა სასწავლებელში, ინგლისური ფილოლოგია ფაკულტეტი. 70% გოგოები არიან, დაჟე 80%, 20% ბიჭები ვართ რა. და მაინტერესებს თან სპეციალურად მაგიტო ავირჩია, რომ იქ გოგოები იქნებიან უფრო მეტი თქო რაღაცა რა. მე იმასაც მოვყვები, რომ საერთოდ რატო ჩავაბარე და რატო ვისწავლე. პროსტა სახში მეუბნებოდნენ, რომ უმაღლესი უნდა დაამთავროო და უნდა გქონდესო რაღაცა და მიდი რა შეგვისრულეთ ხოვნაო თუ რაღაცაო რა და რაღაცა და კაი მაგის დედაც ვატირე მეთქი ვისწავლი კიდე 4 წელი დავიგრძელებ ჩემ იმას მეთქი რა მონობას რაღაც ისაბ და ხო და კაი მეთქი რა და 4 წელი ვისწავლე 4 კი არა 5 ვისწავლე თავიდან IT-ზე ვიყავი და IT-ზე რო შევხედე ეს რაღაც C++-ი Python-ი რაღაცა მათემატიკა მეთქი ეს რატო უნდა ვისწავლო მეთქი ხوار ვერავ გადავედი მე ინგლისურ ფილოლოგიაზე გადავედი თან ყველაზე იაფი ღირდა 3000 ლარი ღირდა ხო და გრანტი თან ხوار მქონდა მე რა გრანტი მექნებოდა სკოლაში ძლივს დავდიოდი ხოლმე იმენა ხო და ამაზე გადავედი თან ჰუმანიტარული ის იყო ფაკულტეტი მაგრად გამისწორდება მეთქი ინგლისური თან ვიცი მეთქი ამას ადვილად დავამთავრებ მეთქი რაღაცა გადავედი და ეხლა ეს თან ხო უნდა გაიცნო ეს ხალხი რა ადამიანები რაღაც გოგოები და ლანა ქვია რა ლანას ვკითხე კაროჩე რომ თან ვიცოდი რომ წიგნები ევასებოდა და რაღაც მეც ხომ ევასებოდა რა და რა წიგნი გევასება მეთქი ყველაზე მაგრად თუ რა წიგნი გიყვარს მეთქი ყველაზე მაგრადო და Irving Stone-ის წყურვილი სიცოცხლისაო რა და ვაფშე გაგონილიც არ მქონდა რა ქანა ბევრი მქონდა წაკითხული და განა საერთოდ რა განათლებულობაზე პრეტენზია მაგრამ არა ძმაო არანაირად просто ვკაიფობ ამითი რა მაგიტო ვკითხულობ წიგნებს რა დაჟე კანონიერი ქურდი რო იყო იმენა ლეგენდა ვასია ბრილიანტი რო იყო იმენა ერთ-ერთი ადრინდელი რა ძველებიდან რა მაგარი პამიატნიკი ძეგლი უდგას საფლავზე რაღაცა ყველა მაგარ პატივისცემს რა ქურდებიდან რა შემოვიდაო კამერაში ეს ვასიაო რა ბაბუშკინი იყო გვარად რა სინამდვილეში რა ბრილიანტი პაგანელა არის რა სახელწოდება რა სახელწოდება კი არა ისა რა ზედმეტ სახელი რა კლიჩკა კლიჩი საბაკ რა კლიჩკა ზაღლებს აქვს ხო და ვიჯო შემოვიდაო კამერაშიო და ახლა მუთ შემოიტანაო და იმენა წიგნები გადმოალაგაო რა ეს ვასია ბრილიანტიო რა ხო და გამისტორდა მე იმასაც კითხვა ევასებოდა ანუ დოკუმენტალურ ფილმს უყურებდი რა და ერთ-ერთი ის ავტორი იყო თეოდორ დრაიზერი მე არ მაქვს მაგისი წაკითხული არაფერი რომელსაც ის კაცი კითხულობდა რა ხო და ეს რატო გამახსენდა ეს ვასია ბრილიანტი დავიკარგე მე მგონი საუბარში იმენა სერიოზულად რა ესე იგი ვასია ბრილიანტი თეოდორ დრაიზერი წიგნები კითხვა არა დავიკარგე ბიჭო დავიკარგე რა მაგრამ სად ვიყავი ახლა რომ გავიხსენო რა ისე რა ცუდი არავინ რო არ ყავს გამახსენებდა ვინმე რა ხო და როგორ დავიკარგე მაგის დედავატირე რა ისიც კითხულობდა მეთქი რაღაცა ლანაზე ვიყავი ესე ვასებოდა იმას კითხავს მაგრად ავირია რა არა უშავს ანუ ლანათან გავაგრძელებ რომ
ირვინგსტოუნი წყურვილი სიცოცხლისაო რა. ხო და ვიყიდი მეთქი და მაგრად მომინდა რომ წამეკითხა, იმიტომ რომ მას ვინც მეუბნება რომ წიგნი ყველაზე მაგრად მიყვარსო და წავიკითხო ყველაზე მაგრად მიყვარსო, ესე იგი მაგარი წიგნია, ტყუილად არ ეყოლება რა და არ შევებოდა არც ეს რა. აუ ის მაგრად გამიტყდა რა, რომ დამავიწყდა რაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ არა უშავს რა გამიგებ. მე თუ რამეა ვინმეს თუ დააინტერესა კომენტარებში დამიწერეთ და იმას ვისაუბრ რა. მე მოვყვები თავიდან კომენტარში დაგიწერთ ან რაღაცა რა. ხო და არც ეს არის შევებოდა და რამდენი ლარი მქონდა, აღარ მასწავლს 10 ლარი მქონდა, მე მგონი თუ რაღაცა რა. არის შევებოდა, თუ არ მქონდა 10 ლარი რა. ჩავედი სამგორის 7-იანებში რა. მეთქი, ანუ ამ წიგნის ყიდვა ხომ მინდოდა და არ ეღირებოდა ეხლა 10 ლარად არ ამგონია რომ გეშოვა რა. ხო და ჩავედი შევაცურე 5 ლარიანი და დაისენ როლი რო არის EGTC რა, მაგაში 10 თეთრიანზე 28 ლარი არ გაშალა ეს ორი კამათელი, მაგრად გამისვა გზაშთან შევხვდნენ რა ბიჭები, რომ რასაკეთებო რა და მეთქი რავი წიგნის ყიდვა მინდა და სამგორის 7-იანებში მივდივარ, იქნებ მოვიგო რომ ფული ვიშოვმეთქი რა. ხო ასე ხარ ეს კამათლები გაშალა რაღაცა გამისწორდა, მაგრად, კაროჩე გამოვიტანე რა ეგრევე. ეს არ ვიცი შიგნით რა არის ჩადებული, ეს სხვა რაღაცა არის, ეს 110 ლარი, ეს სხვა ის არის მოგებული და 95 ლარი ლიბერტის ჩეკებია რა. ეს სხვა დღე იყო ვაფშე და აღარ მახსოვს, მე მგონი ლივერპულმა რომ მოიგო და ის ბილეთი რო გადავაბი ეგ იყო რა. კაროჩე წავედი ვაგზალზე, მეთქი ვაგზალზე უეჭველი ვიშოვე მეთქი რა ამ წიგს რა, წყურვილის სიცოცხლის არსად არის შოვებოდა მაღაზიებში, ჩავიარე იქ დაბლა მართლაც ვიშოვე რა. ხო და რა წერია ეხლა ამას რა. აუ ის მართლა მაგრად გამიტყდა რომ დამავიწყდა რაზე ვლაპარაკობდი. უყურე ეხლა ასე როგორი წიგნი ვიშოვე. ანი დაბადების დღეს გილოცავ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, განსაკუთრებით კი ინტელექტუალურ პროგრესს გიორგისგან 2013 17 იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. ხო ეს ხო უწერია ლურჯად რა. იმ ანის წარმოიდგინე რომ რა მაგრად ფეხებზე ეკიდა რომ მე ეს წიგნი გაყიდა ვაფშე ამ გიორგის რა მაგრად ევასებოდა ეს ანი. ცუდადა რომ ეს წიგნი აჩუქა რა და ინტელექტუალური პროგრესი. ხო და მე დაუწერე რა აქ რომ ანი შეგენახე ეს წიგნი როგორც ვიცი მაგარია, მაგრამ უკვე ჩემს ხელთან მეთქი რა. ეს ყოფილა ირვინგსტოუნი აგერ სურათია რა ეს კაცი. საქსოფონზე უკრავდაო, ფული რო არ გონდაო სტუდენტების დროს, კაროჩე საქსოფონზე დავრით ირჩენა თავს და რაც შეეხება ეხლა ამ წყურვილის სიცოცხლისას. ხო ახატია ეს გვირი მზესუმზირები. ტყუილა კი არ ახატია ვინსენტ ვან გოგის ეს ნახატი რა, ეს არის ზუსტად ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფია, ოღონდ გამხატრულებული რა. აი ძალიან მაგრესი წიგნი არის რა, რავი რა გითხრათ, ვინსენტ ვან გოგი ვისაც გიყვართ, იმისი ნახატები ვისაც გიყვართ, პიროვნება ვისაც გიყვართ, იმისი ცხოვრება ვისაც გიყვართ. დაიცა. მისი ცხოვრება ვისაც გიყვართ. რავი, ყველა მე მგონი ჯობია რომ წაიკითხოთ რა, აი მაგრად გაგისწორდებათ რა, ისეთი რაღაცები წერია და ისე არის აღწერილი და რა ყურის მოჭრაზეც არის ყველაფერზე, რომ დეტალებში ახლა საერთოდ აღარ ჩავალ რა, იმას ვიტყვი რომ ვინსენტის ცხოვრებაზე არის დაწერილი რა, ამ ირვინგსტოუნმა გაამხატრულა რა, თორე ეს ორი ადამიანი ძალიან შორ მონაკვეთებში ცხოვრობდა მე მგონი რა ცხოვრებაში რა ისე. ანუ ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე რო დაიბადა თუ რაღაცა რა, არ ვიცი ზუსტად რა, კაროჩე უმაგრესი წიგნი არის რა. ლანას მადლობა. ხო და კიდე ერთი ჩემი კურსელის დამსახურებით, აგერ კნუთ ჰამსუნის მისტერიები გამეჩიტა რა, ეს რამდენ წუთზე არის? აუ ბიჭო 1 საათია ვლაპარაკობ რა. მოდი მაშინ ანუ ამ მისტერიებზე დავრჩები და ნაწილ-ნაწილ გადავიღებ ამ ვიდეოს რა, ეხლა 1 საათი, ესე იგი 15 წუთიანი